ვინ იქნება ილია თოფურიას შემდეგი მეტოქე? ვიდრე ამას თავად ჩემპიონი გვეტყოდეს, მოდით განვიხილოთ, ვინ შეიძლება გახდეს მისი მომავალი მსხვერპლი. არსებობს ორი ვარიანტი: ალექს ვოლკანოვსკი და ისლამ მახაჩევი. ილია რომ ამბიციური ბიჭი არის, ეს ჩვენ ყველამ კარგად ვიცით და ამის შესახებ კიდევ ერთხელ ლაპარაკი არ არის საჭირო. მას ორი წონის ჩემპიონობა სურს და ორი წონის ქამრის დაუფლება სურს. ამისთვის კი საჭიროა ავიდეს ზედო წონაში, დაამარცხოს ისლამ მახაჩევი და მისი მისიაც შესრულებული იქნება. This is something that I want to do. The UFC knows that, but at the end of the day, this is something that the UFC decides. ბევრი ექსპერტის აზრით, ილიას ეს გადაწყვეტილება ძალიან ნაჩქარევია. ისინი თვლიან, რომ მისი კრივისა და ძლიერი დარტყმის მიუხედავად, ზომაში სხვაობა ამ ბრძოლაში დიდ გავლენას იქონია. მიუხედავად გაბარიტებში სხვაობისა, ილიას უპირატესობად მაინც მისი კრივი და ძლიერი დარტყმა რჩება. მახაჩევს არაერთი გამარჯვება აქვს მოპოვებული თავისი დომინანტური ჭიდაობითა და მიწაზე კონტროლის უნარით. მაგრამ ჩვენ კარგად ვიცით, რომ ილიას ჭიდაობაც ძალიან მაღალ დონეზე შეუძლია. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, UFC-ს ამ ბრძოლის ჩანიშვნა ძალიან აწყობს. მოგებიანი თვალსაზრისით ვიძახი ამ ყველაფერს. ალბათ დანა ვაიტს უკვე დაახლოებით დათვლილი აქვს ის მოგება, რასაც ამ ჭუბის მერე საკუთარ კომპანიას მოუტანს. უკვე წარმომიდგენია აფიშა, რომელსაც ამ ბრძოლისთვის გამოიტანენ, გააგრძელებს ილია დაუმარცხებელ სერიას თუ დამტკიცებს მახაჩევი, რომ სოფლიოში საუკეთესოა და ახლობით რაღაც ასეც უნდა ველოდოთ. მახაჩევმა არაერთხელ აღნიშნა, რომ ილიასთან ჭუბი მას არ აინტერესებს. ვინაიდან მისთვის პატარა ბიჭებთან ჭუბი არ არის საინტერესო. გვახსოვს ჩვენ მახაჩევის ორი ჭუბი ვოლკანოვსკიდან, სადაც მახაჩევმა ორივე შემთხვევაში დაამარცხა ავსტრალიელი ჩემპიონი. ვოლკანოვსკისთან მოპოვებული გამარჯვების შემდეგ მახაჩევზე ყველა ამბობდა, რომ პატარა ბიჭის დამარცხება მისთვის ძალიან მარტივი იქნებოდა. და ეს გასაგებიც არის. სწორედ ამიტომ მახაჩევი და მისი გუნდი ამბობს, რომ ილიასთან ბრძოლის სურვილი არ აქვთ, რადგან ეს მის მემკვიდრეობაზე ცუდად იმოქმედებს. Oh man, I'm tired to give chance the small guys. I need my second belt, you know. It's nothing excited. He's a good fighter, he's a good skills fighter, but I don't want to give him chance, you know. საკუთარი ემოციები უკანა პლანზე რომ გადავწიოთ და ყველაფერს ობიექტურად მივუდგეთ, ჩემი აზრით მახაჩევი მართალია. ილიამ სუბუქ წონაში უნდა ჩაატაროს ერთი ბრძოლა, მოიგოს, თუნდაც ჩარლზ ოლივეირასთან, რატომაც არა, და ამის შემდეგ ისლამს უკან დასახევი გზა არ ექნება და ილიასთან ჭუბი აუცილებლად მოუწევს. არ ვამბობ იმას, რომ მახაჩევთან ჭუბი გამორიცხულია, მაგრამ ჩემი აზრით ამ ეტაპზე მახაჩევთან ჭუბი ილიასთვის შორეული პერსპექტივაა. არ უნდა დაგვავიწყდეს ალექსანდრ ვოლკანოვსკი, რომელიც საკუთარი დამსახურებიდან გამომდინარე ილიასთან ჭუბს ყველაზე მეტად იმსახურებს. განვლილი გზისა და დამარცხებული მებრძოლების გამო ავსტრალიელი ერთადერთ კონტენდერად რჩება ილიასთვის. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, თავად ილიამაც კი განაცხადა, რომ ქვემსუბუქ წონაში ერთადერთ მოწინააღმდეგედ ალექს ვოლკანოვსკის აღიქვავს. ილიაც და ალექსიც ამბობენ, რომ ერთმანეთთან ჭუბი ძალიან He's man, we're gonna do it again. You deserve that. You're the man. He defended his title 7 times. So I don't know how many times. If someone deserves it, it's him. So. აბუ-დაბიში მაქს ჰოლოვეის დამარცხების შემდეგ ილიამ ოქტაგონზევე დაადასტურა, რომ ვოლკანოვსკისთან აუცილებლად იჭხუბებს. სოციალურ ქსელში გავრცელდა ჭორები, რომ ილიასა და ალექსის ბრძოლა მაიამიში უნდა გაიმართოს. ამის შესახებ ბონი კალმაც ისაუბრა და განაცხადა, რომ ამ ქარდზე მოხვედრას აქტიურად ცდილობდა. ეს რა თქმა უნდა ოფიციალური ინფორმაცია არ არის, მაგრამ როდესაც სოციალურ ქსელში ასეთი ჭორები ვრცელდება ხოლმე, დიდია იმის შანსი, რომ ეს ჭუბი ჩაინიშნოს. არ ვიცი ეს ყველაფერი რას მოგცემთ, მაგრამ იმასაც გეტყვით, რომ ავსტრალიელი მებრძოლების უმრავლესობა საკუთარ სოციალურ ქსელებში მაიამის ქარდის ფოტოებს აქტიურად აზიარებდა. აქედან შეგიძლიათ თქვენ გამოიტანოთ დასკვნა. არ ვიცი, ეს ამით არაფერს არ ვამტკიცებ მე. ამ ყველაფრიდან გამომდინარე ვთვლი, რომ თოფურიას მომავალი მეტოქე არა მახაჩევი, არამედ ალექს ვოლკანოვსკი იქნება. როგორც ზემოთ ვახსენე, ალექსი ამას იმსახურებს. და ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, დანა ვაიტი არანაკლებ სარგებელს მოიტანს ამ ჭუბითაც. ვიდრე ვიდეოს დავასრულებთ, მინდა გთხოვოთ კომენტარებში დაგვიწეროთ თუ ვის ფიქრობთ ილიას შემდეგ მოწინააღმდეგედ. გამოიწერეთ ჩვენი არხი, დაგვალაიქეთ მომავალ ვიდეომდე.